Salmებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩვენ დღესაც ილიას და აკაკის ძეგლთან ვართ და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით ხართ და ჩვენთან ერთად იზიარებთ ცოდნას. დღეს საინტერესო თემა გვაქვს, კეისრის მორჩილება, განსხვავებული ამავდროულად და თემას წარუძღვება და ისაუბრებს თემაზე დეკანოზი გიორგი წეროძე. მადლობა მას დღეს ჩვენთან ყოფნისთვის. დეკანოზი, გთხოვთ. გამარჯობა ყველას და მადლობა ალბათ ცოტა არის იმ პრინციპულობისთვის, რომელსაც იჩენენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე აქ არიან, თორემ პრინციპული გადაწყვეტილება გაცლებთ უფრო მეტ ადამიანს აქვს და მათ შორის მეც. იმასთან მიმართებაში, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები არ ასახავს რეალობას და ამიტომ აუცილებელია ახალი არჩევნები და რომ ის სიმართლე ბრჭყალებში, რომელსაც ასე ვთქვათ სიმართლედ გვთავაზობენ, არც ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ლაიცისტური თუ რა ვიცი სეკულარული მსჯელობით არ შეესაბამება სიმართლეს და მით უმეტეს არ შეესაბამება სიმართლეს ღვთაებრივი საზომით. და ამიტომ პირიქით ჩემთვის ასე ვთქვათ ერთგვარი შვება არის, რომ მე ახლა მაქვს საშუალება, რომ რაც პატარა წვლილი შევიტანო ამ საქმეში და აქ ვიყავ თქვენთან ერთად და ერთ თემაზე ვისაუბროთ. შეიძლება ასეც დაწყება, რომ კეისრის მორჩილება თითქოს ასეთი სიტყვა შეთანხმება არ გვხვდება ჩვენ ახალ აღთქმაში. არამედ გვხვდება რომელი ამბავი არ გავიხსენოთ ეს ყველაფერი და თანმიმდევრულად მივყვეთ. ესე იგი მაცხოვარს ესე ქრისტეს შეკითხვით მიმართავენ წინობრივი ფარისევლები, რამდენიმე ჯგუფი, მოკლედ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი ამ კითხვის დასმისას გაერთიანდება. ასე ხშირად ხდება ხოლმე სახარების ფურცლებზე, როდესაც ქრისტეს წინააღმდეგ შეურიგებელი მტრებიც კი ერთიანდებიან ხოლმე და ამ შემთხვევაში დაახლოებით ასე ყოფილა თურმე და დაუსვამენ გამოსაცდელად ამ კითხვას, რომ აი ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ღმერთის ძალაუფლებას, მის მორჩილებას, ჩვენი ერი ასე ვითარდებოდა, ასეთი ისტორია აქვს მას ახლა რაღაც ეს თქვათ ჟამთა გარემოებების გამო. ჩვენ ვართ რომაელთა იუდეარი, რომაელთა თქვათ მონობაში და უხდით მათ ხარკს და გმართებს თუ არა ამ რეალობასთან შეგუება. ფაქტობრივად ამას ნიშნავდა არა ის შეკითხვა, რომ უნდა გადავხადოთ თუ არა ხარკი, უნდა დავამორჩილოთ თუ არა, ეს თქვათ აი ამ დადგენილებას, რომ ეს თქვათ ამ პრობლემას უხადოთ ხარკი. როდესაც ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, ამ ღმერთის ქვეშევრდომები ვართ და ასე შემდეგ. და გამოსაცდელად დაუსვამენ ამ კითხვას, რომ უნდა ვიცდიდეთ თუ არა ჩვენ ამ ხარკს. და გახსოვთ ძალიან ესეთი განსხვავებული პასუხი იყო, თქვათ მსჯელობით კი არ, თქვათ სახარების სხვა ეპიზოდებში ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ თქვათ მსჯელობას, არა მაცხოვარი ჩართავს ხოლმე მოციქულებს ან ხალხს, დიალოგი არის ან მსჯელობა არის, ან თვითონავით არის მსჯელობას, ან იწონებს სხვათა მსჯელობებს, სხვადასხვა პასაჟები არის რა, მაცხოვარი სხვადასხვაგვარად ურთიერთობს ადამიანებთან, ხო? ესეც ძალიან კარგი საილუსტრაციო ამბავი არის იმისთვის, რომ
დავინახოთ რომ რაღაცა ფორმალურობა, სტანდარტები, რაღაცა უსიცოცხლო მიდგომა ვთქვათ ურთიერთობაში სულაც არ არის ღმერთის სახე და ღმერთის ვთქვათ არჩევანი. იესო ქრისტე ჩვენი ქრისტიანების რწმენით არის განკაცებული ძე ღმერთი და როდესაც ის ურთიერთობს ადამიანებთან, როგორც გითხარით, თქვენ ადვილად ამას აღმოაჩენთ სახარების ფურცლებზე, რომ ის სხვადასხვა საშუალებით ის ვთქვათ ხორციელებს თავის ქადაგებას, თავის აზრის განვითარებას. ზოგ შემთხვევაში როგორც ვთქვით, ეს არის სხვათა მსჯელობის მოწონება და მაგალითად მოყვანა. ხო, ამა გაიცნოთ ახლა რომელი ესეთი ამბავი. ან თვითონ ავითარებს მსჯელობას და ესეთ რაღაც შედარებებს ან იგავურ ფორმებს ჭირად მიმართავს და შემდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში გახსოვთ არა ძალიან ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა არის, იმიტომ რომ ეტყვის რომ მომეცდმე მონეტა რომელიც ახლა არის მიმოქცევაში, ეს მონეტაზე მითხარით, აბა ამ მონეტაზე ვისი ხატია და რა წერია ამ მონეტაზე. და წაიკითხავთ და წერია რომ ეს მონეტა იჭერებოდა ხოლმე თუნდაც მონეტა იმ იმპერატორის სახელზე, ვისი ბატონობის პერიოდიც იყო და წაიკითხოს რომ კეისრის კეისარს სჭირდება კეისრისთვის, კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს კი ღმრთისა და ამით პასუხი გასცა იმ შეფარულ შეკითხვას, როგორც გითხარით, რომელიც იგულისხმებოდა იმ მარტივ შეკითხვაში, როდესაც უთხრეს რომ გადავიხადოთ თუ არა ხარკი, აქამდეში იგულისხმებოდა ის, რომ ღმერთს ამით ჩვენ მორჩილებას, ეს ვთქვათ, ვაკლებთ თუ ვაღიარებთ თუ ეს იგულისხმებოდა, ხო? ჩვენ ღმერთთან მიმართება ამ ყველაფრით კნინდება თუ არა? ეს ხო შეფარული შეკითხვა. შეფარულ შეკითხვასაც ძალიან ხაზგასმით გაეცა პასუხი, რომ კეისარს კეისრისა და ღმერთს კი ღმრთისა. ხო და აქ ახლა ჩვენ ვერხედავთ ვერსად მორჩილებას, არა? და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე დავაკავშირე პავლე მოციქულის რომელთა მიმართ წერილში, მარტივად რო ვთქვა, რომში ქრისტიანები არიან, კორინთოში არიან ქრისტიანები, ეფესოში არიან ქრისტიანები, პავლე მოგზაურობს ყველგან აქ, ჩადის ებრაულ ესე ვთქვათ საკრებულოებში და აგებინებს მათ ქრისტეს შესახებ, მე როცა იქიდან წამოვა, მისწერს ხოლმე წერილს. აქედან დაიბადა ეს ეპისტოლეები და წერილები, ხო? ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და წერილებით ზოგადად ადამიანის წერილები ჩვენ ბევრ ამას ვიგებთ ხოლმე იმ ეპოქის იმ ადამიანის მისი შეხედულებების შესახებ და ზუსტად ასე არის ქრისტიანობაშიც. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს წერილები და ეს ცოტა უცხო სიტყვები ზოგჯერ გვაბნევს ხოლმე და ეპისტოლე რომაელთა მიმართ, რა რომში ყოფ ქრისტიანებს მისწერა წერილი. და ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ქრისტიანულ წარმოდგენებზე, მსჯელობებს შეიცავს ხოლმე ყველა ეს წერილი, ყველა მოციქულის, არა მარტო პავლესი, სხვა მოციქულების წერილებიც არის მოსული და აი რომაელებს წერს ამ წერილს, ასე ვთქვათ. და იქ არის ახლა რომი წარმოდგენილ და რომში ყოფი ქრისტიანები. და წერს, სადაც უკვე არის სწორედ ლაპარაკი მორჩილებაზე, ხელისუფლების მიმართ მორჩილებაზე და სწორედ აი ეს ტექსტის ნაწილი, აი ქრისტიანობისთვის არის რაღაცნაირად ეს თითქოს რაღაც ერთადერთი საზომი იმისა, როგორ ან ჩვენ ხშირად გვსმენთ ერთადერთი საზომი იმისა, როგორ დამოკიდებული უნდა ქონდეს ხელისუფლებასთან. მაგრამ ეხლა მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ამაზე მსჯელობა, ესეთი აი როგორც ახლა აქ არჩეულებრივ წამოძახილებში იყო, რომ სიმართლისთვის ბოლომდე, ხო? ეს ძალიან სახარებისეული წამოძახილია, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რამე, რაც სახარების შვილებს ევალებათ, ეს არის სიმართლის ძიება. ცათასასოფლების სიმართლის, ღმერთის სიმართლის ძიება და ეს პროცესი არ უნდა დავდეს და ეს პროცესი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შევხვდებით ღმერთს, როდესაც
მისი ჩანაფიქრი ხორც შეისხავს. ხო. ასე რომ ხელისუფლების მორჩილებაზე მოკლედ ესეთი ეს გავრცელებული წარმოდგენა ახლა ჩვენ კრიტიკულად განვიხილოთ და მე დასკვნაც იქვე იქნება ახლოს, არ არის არაფერი უსაშველო. ადვილია მე მგონი, ამიტომ ხელახალ ტექსტების კითხვა ძალიან კარგია და როგორც ჩემი შვილის მეგობრები ამბობენ ხოლმე, ვარსკვლავიანი ამოცანა არ არის მოკლედ რა, ძალიან ადვილი ეს არის მოკლედ ტექსტი. და სხვათა შორის სახარების ტექსტის წაკითხვა ახლა ხელახლა წაკითხვა დაფიქრებული წაკითხვა ან გულწრფელი თუ კრიტიკული თუ რა ვიცი როგორი წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და ახალ და დასკვნებს ასე ვთქვათ გაგაკეთებინებთ ძალიან ადვილია ეს ჩემი აზრით და ცოცხალს გახდის ამ ტექსტთან ურთიერთობას ჩვენს ამ ტექსტთან ურთიერთობას გახდის ცოცხალს. ცოცხალს იმ გაგებით რომ სხვისი ნაკარნახევი და სხვისი ნასწავლი კი არ გამოჩნდება მაშინ ეს ტექსტი, არამედ პირდაპირ ახლა შენთვის გაცოცხლებული და ასე ვთქვათ შენს მიერ აღმოჩენილი. და ეს დამერწმუნეთ რომ დარწმუნებაც არ ჭირდება თქვენი ამაში, თქვენთანაც ეს თქვა დამიდასტურებთ, რომ ძალიან ძლიერი შტაბეჭდილებაა, ძალიან ესეთი ძალის მომცემი ამბავია და ამიტომ ერთგვარად არაფერ შეფარულად პირდაპირაც გეტყვით, რომ ძალიან კარგი არის თუ კი მიუბრუნდებით ამ ტექსტებს და არ გამოურიცხავ, რომ ეს წერილები არ იყოს თქვენი ყურადღების არეალში დღემდე მოქცეული და ამიტომ გირჩევთ, რომ მოაქციოთ თქვენი ყურადღების არეალში და თქვენი წიგნების ჩამონათვალში ჩართოთ, იმიტომ რომ ამ სიტყვებს წინ ვერავინ ვერ აღუდგება, რომ იცოდეთ, ვერც მღვდელი, ვერც ეპისკოპოსი, ვერც ურავინ სხვა ამ სიტყვების ეს თქვათ მართებული წაკითხვით თქვენ ერთგვარად ჩავშანს შეიძენთ და თავისუფლებასაც იგრძნობთ, ჩავშანსაც შეიძენთ, ძალაც მოგეცემათ, რა ვიცი, ძალიან დიდი სიკეთეა ეს და მაგან ცოტა ხნის წინ ვიყავი კაპელანი და სამხედროებთან მიწევდა ხოლმე რაღაც თემებზე ლაპარაკი და იქ დავით აღმაშენებელის კულტი და მეფე დავითი, ნუ ყველას ჩვენთვის ეს ყველაფერი დავითთან დაკავშირებული საამაყოა და მნიშვნელოვანია და მოკლედ იმათაც ვიცოდი, რომ დავითის მიმართ ესეთი დიდი სიყვარული ჰქონდა და შევახსენებდი ხოლმე სწორედ დავითის სიყვარულს წმინდა წერილისადმი და სწორედ ამ წერილებისადმი. იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ სასკოლო პროგრამაში შვილები რო იზრდებიან, ხან უფროს შვილის პროგრამაში შეხვდება ეს ტექსტი, მე ახლა უფროსაც დაეწევა მალე, რომ ჟამთა აღწერელი ამბობს, რომ თქოს არ ვიკადრებო და იცით თქვენ დავითს როგორ უყვარდა კითხვა, მაგრამ ერთსაც დავამატებდი, ხო გახსოვთ რამდენიმე ამბავი როგორ უყვარდა, ერთსაც დავამატებ, რომ ერთ წელიწადშია ეს წმინდა წერილი, აი სწორედ ეს 60 კულო ქვია ამას, ხო, ამ წერილს. 60 კულო ერთ წელიწადში 24 ჯერ წაუკითხავსო. ამას იმითი მივხვდით, რომ ყოველი რაღაცა გვერდის ბოლოს, რაც განსხვავებული ფერის კალმით იყო ნიშნები დადებული და ეს იმას გულისხმობდა, რომ ესეც 24 ჯერ. მე ერთხელ ცადე მართალი გითხრათ, არაფერი უსაშველო არ არის, 40 წუთი ჭირდება დაახლოებით, რომ დღეში იკითხო და 24-ში მე წელს ვარ გაჩერებული იმ დროს, მე არ გამიახლებია და ესე საჭიროების დროს უბრუნდები ხოლმე. მართლა აღმოჩენები გელით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი და ეხლა ერთი პატარა უბრალოდ მსჯელობა რა ვიცი აღმოჩენა, მე შეფასებით თქვენ გააკეთეთ. ხო და აი ამ ტექსტში მე ჩვენ ვილაპარაკებთ კიდე სხვა ამბებს იცი მოკლედ რა. სხვა ამბებს ვილაპარაკებთ თქვათ ეს რესპუბლიკის იდეები როგორ გავს და როგორ ეხმიანება ცათასაზრისოების იდეებს და რატომ მგონია რომ აი შუაში ვთქვათ რატომ მგონია რომ ეს წინააღმდეგობა ეს პროტესტი არის ღმერთის სიმართლისთვის ბრძოლის პროტესტი იმიტომ რომ თუ ამ ქვეყნად და ჩვენს საზოგადოებაში და ამ ქვეყანაში ეს თქვათ ცოტათი მაინც არ აისახა აი ამ ცათასაზრისოების სიმართლის
ესე ვთქვათ, იდეები, მაშინ ჩვენ უბრალოდ ცნობილში სიკვდილში ვართ, ცნობილში არ ვარსებობთ, იმიტომ რომ აი ამ ღმერთის სიმართლე არის ნამდვილი რეალობა და ჩვენ იმდენად ვარსებობთ, რამდენადაც ვპასუხობთ, რამდენადაც სიცოცხლეში გავატარებთ აი ამ ღმერთის სიმართლეს. და რესპუბლიკის იდეები ძალიან წააგავს ამას, იმითი რომ ის გულისხმობს, ეს რესპუბლიკის იდეები გულისხმობს ყველასთვის სიკეთეს, სიკეთეზე ხელმისაწვდომობას და სიცოცხლეში ყველასთვის, ესე ვთქვათ, ჩართვის შესაძლებლობას გულისხმობს რესპუბლიკის იდეები და ჩვენში ეს რო ესეთი ძლიერი არ არის, ეს საყოველთაო სახალხო ძალაუფლება, სახალხო ხალხის არის ჩვენი, ჩვენ ქვეყანას ასე ქვია. მაშინ გადავარკვევთ და დავარკვევთ, რომ ვინც მოვიდა გაუმარჯოს ქვეყანას თუ რა ვიცი, ეს დავარკვევთ მაშინ რაღაცნაირად, ხო? იმიტომ რომ ის ვინც მოდის ამ საქართველოს რესპუბლიკაში და მე მგონი ჩვენ რომ ეს რესპუბლიკის იდეები ასე, ანუ საყოველთაო სახალხო სიკეთეების, ეს თქვათ ხალხის ძალაუფლების და მერე ამ ძალაუფლების აღსრულებისთვის რაღაც ინსტიტუტებისათვის რაღაც ლეგიტიმაციის მიცემის ამბები, ხო? ეხლა ამაზე სხვა ადამიანები გაცილებით კარგად ლაპარაკობენ და მეც მაგდან ის თქვათ სწავლობ ხოლმე ამას და ამის გავსება უბრალოდ თვალსაჩინოა სათასაფეულის იდეებთან თვალსაჩინოა. ხო და მე მგონი ჩვენთვის რომ ეს ესეთი მწვავე არ არის, რომ ეს რესპუბლიკაო სახალხო ძალაუფლება, ხალხის სიკეთე, საყოველთაო სიკეთე, ეს რომ ჩვენთვის ასეთი აქტუალური არის, ეს იქნება იმის ბრალი იყოს, რომ როგორც უკნარაშვილის ხალხური ზღაპარია თუ იგავი არის რა, აი ისე ხო არ გჭირდა მაგის ბრალი ხომ არ არის. კერძოდ რას გულისხმობ, გახსოვთ იმ უკნარაშვილის ამბავი, რომ მამა მიცის რომ უკნარა ყავს შვილი და უნდა რომ გამოსცადოს რომ ის სიკვდილის შემდეგ ის შეძლებს თუ არა თავის გატანას და ამიტომ ეტყვის რომ წადი ვთქვათ ნიშნომე და ფული მომიტანეო. დედა ხელსაფარებს, მისცემს ფულს, მოუტანს მამას, მამა ბუხარში შეყრის ამ ფულს, შვილი ეტყვის რომ შეინამუშავარი არ არისო რა, მამა და ბუხარში შეყრის, შვილი გამობრუნდება მეორე დღეს, დედა ეტყვის რომ ხო ალბათ მიხვდაო და მოდი რაღაცა უფრო ესეთი აკოშინებული და უფლიანი შედი მამასთან და უთხარი აი თითქოს იშრომე და დაიღალე და მოიტანე ფული. იგივე გამეორდება, ბუხარში შეაგდებს, შვილი ისევ უმოქმედოა. ბოლოს რო ვერაფერს გახდებიან, შვილი იძულებულია წავიდეს მართლა იშრომოს, მოვიდეს მოიტანოს ეს ნაშრომი ფული და როცა ამ ჯერზე უკვე მამა ბუხარში შეუძახებს ამ ფულს, შვილი ცეცხლში გადაყვება ამ ფულს და გამოიტანს ცეცხლიდან, იმიტომ რომ ის ნაშრომი ხო და მამა ეტყვის რომ ხო ეხლა მივხვდი რომ ეს შენი შრომი ნამდვილადაა და იქნება ასე ხო არ არის, რა თქვენ რას ფიქრობთ რომ ჩვენ რომ ამ რესპუბლიკის იდეებს როგორც საფრანგეთში, როგორც ინგლისში, ან სხვა ხალხებში, ხო? აი ჩააგრული, მაგრამ ჩვენ პრინციპში გვაქვს ეს რაღაცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ხო იყო ეს რაღაცა გურიის რესპუბლიკა მაინც ხო იყო რა ეს რაღაცა სოციალური უთანასწორობის რაღაცა მიზეზით გაჩენილი პროტესტები ხო იყო ალბათ არა? ხო და იმათ მაინც პატივი ვცეთ, ხო? იმ ხალხმა მოიპოვა ის რომ ხალხის იყოს ძალაუფლება ყველასთვის და ვიღაცები იყვნენ მერე ამ ყველაფერში სახურები. იქნება უბრალოდ საქმე იმაშია რომ ძალიან ეს თქვათ ამ უცხო სიტყვები გვაბნევს, იმიტომ რომ მინისტრი სხვა არაფერი არის თუ არა სახური. და ის ვინც ხალხს ესე ვთქვათ ხელისუფლებაში ხალხი ძალაუფლებას გადაუნაწილებს არა ხალხი მინისტრად თავი დაირქვეს სწორედ ქრისტიანული კულტურის გამო. იმიტომ რომ ადრე რაღაცა იყვნენ რა ვიცი მაჟორები, რაღაცა დომინუსები, რა ვიცი რაღაცა ხო ძალის მქონეები და ქრისტიანული რადგან დასავლური სამყარო, ევროპული სამყარო, დასავლური კულტურა, ქრისტიანული კულტურა იყო იქ ხალხმა ვინც სახარებას კითხულობდა, ვისაც თავისუფლების გამბედაობის მეტი ხარისხი ჰქონდა, მათ ამოიკითხა და თქვას რომ თუ კი ვინმე იქნება ჩვენი ხელისუფალი, ის უნდა იყოს იმ ტიპის ხელისუფალი, როგორიც აი ჩვენს ქრისტიანულ წარმოდგენებში დაახლოებით შეიძლება თქმა უნდა აღჯერებდნენ, მაგრამ იდეა ეგ არის, იმიტომ არ უყვირთ იმათ იქა, რომ მინისტრი დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და
გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ტოვებს პოსტს. არ უყვირთ ეგ, იმიტომ რომ მსახური ქვია, მსახური ხარ. იქაც ალბათ დაძველდა ეს სიტყვა და არის მისასემად ყურში, ხო? ხო და მოკლედ. აი ეს იდეები ჩვენთვის მწვავე რო არ ყოფილა, როგორც მუქნარაშვილის იგავში, ხო? ჩვენ რო ამის არ გვიბრძოლია. რაღაცა მე მგონი გადმოყვა ისე რომ აი ბატონყმობა, ცოტა მაინც ცივილური იყოს და დარჩეს რა. იყოს მოდელი ცოტა უფრო მეტი პრივილეგიები და აბა მოდელია და ეხლა როგორ არ უნდა ქონდეს საკუთარი ან მინისტრია და ახლა რატო არ ეკუთვნის კაცო დიდი ამბავი ხარ ხო და ასეთ რამეები შეუთავსებელია ღმერთის სიმართლესთან შეუთავსებელია ცათასასუფლების სიმართლესთან იმიტომ რომ იქ შენ რომც მოინდომო და თქვა რომ არა მე შენზე ნაკლები ვარ და თუ შეიძლება შენ იყავი ჩემზე ზევი და მე შენ დაბლა ვიქნებიო არა რადგან შენ მღვდელი ხარ ან რადგან შენ ესე ვთქვათ დიდარი ხარ ან ჭკვიანი ხარ, ან ლამაზი ხარ, ან ძლიერი ხარ. აი იქ რო ძალით რო თქვა რომ კი რა, თუ შეიძლება მე შენზე დაბლავიქნები, ხო ხედავ ხა შენ რამხელა კაცი ხარ და მე ვინა ვარ შენთან. თუ შეიძლება დაბლავიქნები. არა ამის უფლებაც არ აქვს, იმიტომ რომ ეს გამომდინარეობს ღმერთის იდეიდან. ბიბლიური ღმერთის იდეიდან გამომდინარეობს ეს ამბავი, ესეთი გულუხვი და ესეთი თიცულოვანი იდეა კი არ არის უბრალოდ სახარების, არამედ უბრალოდ ღმერთი თავის თავს ასე ღმერთი თვითონ როგორც არსებობს, ისეთივე სიცოცხლე უწილა და ქმნილებასაც. არაფერი ახალი ღმერთში არ მომხდარა ქმნილების გამო. ხო? ღმერთი როგორც არის, ისეთივე სიცოცხლეში მიიწვია ქმნილება და ღმერთი როგორ არის, მიუხედავად იმისა, რომ მამა არის და ძე ქვია, სული წმინდა ქვია. როგორც კი იტყვი, რომ ძე ნაკლებია ვიდრე მამა, იმიტომ რომ ძეა და ეხა ის მაინც მამაა. თუ იმესაც ცოტა თეოლოგიური აქვს განათლება, თუმცა მოხდება რომ ესეთი რამე უკვე დაგაცილებს ქრისტიანულ ღმერთისაგან. ეს არასწორი მსჯელობა იქნება, მწვალებლობა, ერეს რაღაცა იქნება იმ წუთში. ესე იგი, ყოველი ჩვენგანი არის განუმეორებელი ღირსების მატარებელი და ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება, დონ ჯონის ერთი ძალიან კარგი ლექსივიც მე რა ისეთ თარგმანშია რომ ვერ გაკადრებთ იმ თარგმანს. დონ ჯონს აქვს ლექსი, მოკლედ ქრისტეზე რომ რომელშიც ესეთი შინაარსი იმ ბოლო სტროფებს შემხვდა ადრე უბრალოდ ეხა პოეზიის დიდი მე კი არა მაგრამ ძალიან ღრმა და კარგი ლექსია რომ ღმერთს თავის წიგნებში არ ჩაუწერია რომ ჩვენ საკუთარი თავი დავიდაბლოთო იმიტომ რომ როცა შენ საკუთარ თავს იდაბლებო ხო რა თავდაბლოკი აი აუფასურებ შენ თავს ხო როცა შენ თავს აუფასურებ შენ სინამდვილეში ღვთაებრიობას აუფასურებ შენს თავში. იმიტომ რომ მაშინ შექმნა ღვთის ხატა და შენ ამბობ რომ არა რა ეხლა ღვთის ხატა მე არა და ის იყოს რა. ის უფრო ლამაზია, ძლიერია, მდიდარია, ჭკვიანია, ნასწავლია, ან პირიქით რა ვიცი მე უფრო მეც ესე ტამამია, უფრო ლამაზი სიტყვა გამოსდის და ის იყოს მე ასე არ შეიძლება. რომც მოვინდომოთ ასე არ შეიძლება. ამიტომ ეს შეგუება იმასთან რომ ნუ იყოს ბატონყმა, მაგრამ ცოტა უფრო ცივილური სახელი არ არის სწორი. ეს არ შეესაბამება ცათასასუფლების და ღმერთის სიმართლის იდეებს და მართალი გითხრათ პირველ რიგში ეს კავშირები და ეს ამბავი მალაპარაკებს ახლა მე ხო და მოკლედ აი იქნებ მაგიტომაც არის თქვა ეს ხო ჩვენთვის ეს ამბავი ამდენად არა სისხორცეული არ არის ეს ამბავი ჩვენთვის ეს ექვსმენია რომ იქ სხვებთანაა ჩვენ ბერომეზე მე მგონი მზადავართ რომ წავიდეთ დათმობებზე ეს არ არის ჯერთი არ შეეფერება ადამიანს ასე და მე კიდე ღვთის სიმართლე და ქრისტიანული ბიბლიის ღმერთის წარმოდგენებით ეს ასე მოკლედ ერთმანეთთან ასე შორს ვერ წავალთ ეს იქნება დიდი ცოდვა და შეცდომა და ახლა რომ მიუბრუნდე და ამითი აი ეს ერთი მსჯელობა გავშალოთ და მე მგონი მე რა ვთქვით თუ ითვალისწინებს დიალოგი რაღაცა ეს ფორმატი თუ ითვალისწინებს დიალოგს იქნებ შედგეს თუ არა საკმარისი იქნება ხო და ახლა როდესაც აი მორჩილებაზე ვლაპარაკობთ ახლა აი რამდენიმე კარგი ხოლმე სხვადასხვა არგუმენტები მსჯელობისას როცა ვთვლიდი ამაზე იდეებს იქ კიდევ უფრო შემომეწია სხვა არგუმენტებიც მაგალითად მოკლედ ეს თავი არის რომელთან ერთ წერილი თქო როგორც გითხარით ეპისტოლე რომელიც როგორც ახლა შევთანხმდით ვინც რამდენი 24 წლის არის პირიქით მაინც წაიკითხავს ესე მაინც შევთანხმდით იმან ერთ წელიწადში 24 ჯერ წაიკითხა და მოდი ჩვენ აქ დავდოთ პირობა
რომ ვინც 24-ის არის ერთხელ მაინც წაიკითხავს, ვინც 48-ის ორჯერ უწევს, ვინც უფრო მეტი იმანი ზუდავიც მიგავს, რა ვიცი. თქვათ მართლა ეს რაღაც დაახლოებით ეგეთ თუ ვიზამთ, კარგია. მოკლედ იქ წინ პავლე მოციქული ელაპარაკება რომი დედაქალაქია მოკლედ იმპერიის და იქ მყოფ ებრაელებს, იქ მყოფ დიასპორას წერს წერილს და ჩემი ერთი ეჭვით ეს არის მნიშვნელოვანი რწმენა, რომ ახლა ქრისტიანი რომში უნდა იყოს სანიმუშო მოქალაქე. ახლა როგორი პოლიტიკური მოწყობაც არის, მას წამს, რომ ქრისტიანები უნდა იყვნენ საუკეთესო წარმომადგენლები, საუკეთესო მოქალაქეები იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პოლიტიკურ რაღაც რეალობაში, რომელშიც ისინი არიან ჩართულები. იმ დროს რაც არის, იქ უნდა იყვნენ ეს ერთი რაც ისე მომნიშნოთ. მეორე ის რომ აქ აშკარად ჩანს ამ ტექსტში, რომელსაც წავიკითხავთ, აშკარად ჩანს, რომ პავლე ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელისუფალი დადგენილია იმისთვის, ეს აი ყოველგვარ მიგნების გარეშე ტექსტი გვეტყვის ამას, რომ ხელისუფალი დადგენილია იმისთვის, რომ მან აღკვეთოს ბოროტება. რომ მან დააბალანსოს შეამციროს ბოროტება. ამ გაგებით ის ხელისუფალი ძალაუფლება რაღაც ეს თქვათ ძალაუფლების რაღაც ცენტრი ან ძალაუფლება ადამიანურ საზოგადოებაში ასრულებს იგივე ფუნქციას რა ფუნქციითაც თქვათ მცნებები იყო მოცემული. რომ მცნებებიც აკავებდა ბოროტებას, აი თვალის წილ ან კვილის წილ, ის არ არის მოწოდება იმისკენ რომ თქვათ თვალი თუ დაგიზიანეს თვალი დაუზიანო შენ. ხო? არამედ პირიქით რომ თვალის დაზიანებისთვის, აი რაც აქ ხდებოდა, ხო? თვალის დაზიანებისთვის ან თქვათ რაღაცაზე ესე ვთქვათ პროტესტის გამოთქმისთვის თქვი რაღაცა და ამის თანახმად გავილახე. ეს ბიბლია მთელი ამბებია. ბიბლია გეუბნება რომ თუ თქვენს შენზე რამე, შენ მხოლოდ უპასუხე. ანუ ადამიანები რომლებიც ნათქვამის გამო მეორე ადამიანს სცემენ, ძველი აღთქმის მცნებას აწარმოებენ. მე არ ვიცი საშველი მკვდრები არიან, უბრალოდ არიციან. მე რაღაც კი არ მაგიხოთ, უბრალოდ ეხლა სიკვდილს შერენ და უნდა გვენანებოდეს რომ მკვდარია. ხე ისევ ჩვენი საპატრონო არის ის ხალხი ცოტა შორის. ქრისტიანულ თქვენ შეიძლება ეს არ გსურვეთ, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ჩემივე სადარდებელია, რომ ადამიანი არის ჯოჯოხეთის ლუკმა. აი გამზადებული მკვდარია, მკვდარია რა. ჯერ არ ამოусუნთქავს ადამიანს, რომელიც სიტყვის წილ ხელს ურტყავს. ან ხელის დარტყმის წილ, კბილის წილ, ხელი დაარტყა და კბილი ამოვიდა, ან თვალი დაუვიდა. სიცოცხლეს უსპობს მეორეს. ხო? ლავს. აი სწორედ ამის აღსაკვეთად იყო ნათქვამი, რომ ანუ შემაჩერებელი იყო ბოროტების. ძალადობის შემაჩერებელი იყო. თვალის წილ მხოლოდ თვალი, კბილის წილ მხოლოდ კბილი. აი ასეთივე რამე დააქვს მოაზრებული ძალაუფლება აქ პავლეს, როცა ამბობს, რომ ძალა ხელისუფალს იმიტომ უნდა დაემორჩილო, რომ ის არის ისეთი რამე, ვინც ან რაც ბოროტების და ძალადობის შემთხვევაში აღკვეთს შენს ძალადობას. მას აქვს ხელთ, ესე ვთქვათ, ხმალი და ამ ხმალის ესე ვთქვათ მოქმედებაში მოყვანით შეაჩერებს შენს გადასულ და ზედმეტ შენს ბოროტ ქმედებებს. აი რატო არის აუცილებელი რომ არსებობდეს რაღაცა ცენტრი ძალაუფლების. დაახლოებით შეიძლება ასე იქნას ეს გაგება. და ამას ამ პრინციპს უნდა ემორჩილებოდეს ყველა. ახლა ამ შემთხვევაში უნდა ემორჩილებოდეს ეს თქვათ იმ პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც იქ იყო რომში. შემდეგ ჯერზე სხვას. ხო? მე ვთქვათ რაღაც მეფეები იყვნენ, მე რაღაცა პრეზიდენტი არის რა, საპრეზიდენტო არის მონარქიული მოწყობა იყო, ხო? და აი ხა რესპუბლიკა, ხო ხა რესპუბლიკური ეს სახალხო ამბავი. მოკლედ
ახლა ეს ყველაფერი ეს ტექსტი იქნებოდა შემდეგნაირად, რომ ყველა ვალდებულია საყოველთაო სიკეთისთვის, სახალხო სიკეთისთვის მოქმედებდეს რა. ანუ პავლე ახლა ჩემი აზრით ლოცავს იმათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს ჩვენ. წავიკითხოთ ტექსტი და ისე მიუბრუნდები ამჟელობას რა. და რაღაც შეიძლება ინტონაციით გავაკეთო და מחვილები იმ სიტყვებზე, რომლებიც ასე მსჯელობის ძალას და უფლებას მაძლევენ. და ერთი რაც დამეხმარა თქო სხვა ამჟელობის გაზიარებისას ერთი აზრი კიდე, რომ თუკი პავლე გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას, მაშინ კეისრის ხელისუფლების შემდეგ რაც ცვლილებებიც მომხდარა, ესე ვთქვათ, ხო, ძალაუფლების ხელისუფლებების ესე ვთქვათ, ცვლილება რაც მომხდარა, ყველა ღვთისნების დარღვევა გამოდის, ხო, იმიტომ რომ იმას ხო ერთხელ არ დაემორჩილეს ეს ვიღაცა, ხო? ხო, და შემოგვიძეთ მე რაღაცა თვითმყოფობა გაუქმდა, მე რაღაცა კიდე რაღაცა მოხდა, კიდე რაღაცა მოკლედ ახლა ქრისტიანები მაშინ უნდა ვიდგეთ და უნდა მივტიროდეთ კეისარს, ხო? ან ესე ვთქვათ, ისეთ მმართველობა, სადაც არის იმპერატორი. ისე მაშინ ასე გამოდის, ასე არ არის, ხო? კარგი, მე ტექსტს დავიკითხე და კიდე იქნება რაღაც ცოტა მეგონი არ უნდა ვაპარაკე, მაგრამ ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას, ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმრთის მიერ არიან დადგენილნი, ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მის ჯავს დაიტეხენ თავზე. რადგან მთავრები ეს ხელისუფალები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. ეგ ჩანს, რომ ხელისუფლება უნდა იყოს იმისთვის, რომ ბოროტება არ ხდებოდეს. და ბოროტება, როდესაც ასე ვთქვათ, ძალაუფლებას იტაცებ, როდესაც რაც შენ არ გეკუთვნი იმას ისაკუთრებ, ამას იყენებს ხვისი ჩაგვრისთვის, ეს არის ბოროტება. გითხარით, რომ სადასასופრების სიმართლე გულისხმობს ყოველ ადამიანში ღმერთის დანახვას. თუ შენ პარავ, ჩაგრავ მეორე ადამიანს, შენ ამას აკეთებ ღმერთის წინააღმდეგ და ეს არის ბოროტება და ხელისუფლება სწორედ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არ ხდებოდეს, ხო? ხო, რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენ და სასიკეთოდ, მაგრამ თუ ბოროტებას იქმ გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს, ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტ მოქმედებზე. ამიტომ გმართებს მორჩილება არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ ეჭვისთვისაცო. მე ახალ ქართული ვარიანტი მქონია, ახლა შემიძლია ძველ ქართულად წავიკითხო და იქ კარგი სიტყვა არის იჭვისათვის, რომ ეჭვიც არ მიიტანოს, რომ ებოროტის ჩადენას ვაპირებ. არა მარტო ისე ვთქვათ პირდაპირ ჩემი მოქმედება არ უნდა იყოს ბოროტი, არამედ არც უნდა მეტყობოდეს, ან არც არ უნდა ეჭვის საბაბსაც არ უნდა იწვევდეს, მოკლედ ჩემი ქმედება, რომ რაიმე სახით ეს მოკლედ ბოროტება იქნება. ხო. მოკლედ მე მგონი თუ რამის თქმას დავაპირებ, ახლა გავიმეორებ უბრალოდ იმას, რაც ვთქვი და თუ გასაგებად ვთქვი, ხო კარგია. თუ არა, შეკითხვებით დამაწიეთ და უფრო ჩავიდეთ მაშინ, ვთქვათ, დამეხმარეთ, რომ ეს ჩემი აზრები თქვენამდე მოვიტანო და თანხმობა სხვა, მაგრამ უბრალოდ თუ მოვიტანეთ ჩემი სათქმელი თქვენამდე, რომ როგორი სახის მორჩილებაზე შეიძლება ელაპარაკა პავლეს. ესე იყო ჩემი სათქმელი, იმიტომ რომ ვთქვათ, კეისრის ამბავი გავიგეთ, ის მარტივი იყო
და ახლა აი კეისრის მორჩილებას გვავალებს თითქოს პავლე და ეხლა მე მინდოდა მე თქვა მოკლედ რომ კეისრის მორჩილება არის ბოროტების საწინააღმდეგოდ ახლა არსებული პოლიტიკური სისტემისადმი მორჩილება. აი ესე კარგად გამომიგდები. ბოროტების საწინააღმდეგოდ ბოროტების აღსაკვეთად ახლა არსებული უფრო განვითარებული თუ როგორიც არის ახლა არსებული პოლიტიკური სისტემის მორჩილება. ბოროტების აღსაკვეთად ახლა გვაქვს რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა, ხო, დემოკრატიული კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ მე მაინც აი რესპუბლიკას ჩავეჭიდებოდი. ხო? სახალხო, საყოველთაო სიკეთეს ნიშნავს სიტყვასიტყვით. ხალხისთვის ხალხმა აიღო ძალაუფლება, წაართვა ეს ძალაუფლება დიდგვაროვნებს, ეკლესიას და თქვა რომ მე მინდა ეს ძალაუფლება. ჩემია ესა, ეკლესიაც და ხელისუფალიც ჩემს ინტერესებისთვის შეიძლება მხოლოდ მოქმედებდნენ. ხო? და ახლა არის ასეთი პოლიტიკური სისტემა ჩვენში. და ყველა ვინც ესე ვთქვათ, ამ ბოროტების შემაკავებელ, ბოროტების აღმკვეთელ ამ პოლიტიკურ სისტემას არ ემორჩილება, გადადის ღვთის სიტყვას. ხო და ბოროტება, როგორც ვთქვით, არის მეორე ადამიანის უპირატესად წარმოჩენა, მეორე ადამიანსაც ძალაუფლებას ან პრივილეგიებს იტაცებს, ისაკუთრებს, იჩემებს, ეს არის ბოროტება. ეხლა მე მგონი ადვილი მისახვედრია წარმოადგენს თუ არა, ესე ვთქვათ, ჩვენს რეალობაში, ისინი ვისაც ძალაუფლების სადავეები აქვს, არიან თუ არა ბოროტების აღმკვეთელი. პირიქით, ყველაფერი, ესე ვთქვათ, გაფრჩებულია, ყველაფერი ესეთ გასუვრილია იმაში, რომ ესე ვთქვათ, ბოროტება კი არ შემცირდეს, არამედ ბოროტება ზეიმობდეს, რა, უსამართლობა ზეიმობდეს, ჩაგვრა ზეიმობდეს, მიტაცება ზეიმობდეს და ტყუილი ზეიმობდეს. ყველამ თითქოს ერთმანეთს ხელი გადაკიდეს, აი როგორც სახარებაში ქრისტეს წინააღმდეგ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ადამიანებიც კი გაერთიანდებოდნენ ხოლმე ქრისტეს წინააღმდეგ, ესე არის ახლაც სიკეთის და ესე ვთქვათ, უბრალო ადამიანის და საყოველთაო, ხო, სახალხო სიკეთეების წინააღმდეგ ყველამ, ვისაც კი ოდნავი ძალაუფლება აქვს, თითქოს პირი შეკრა და ჩვენ წინააღმდეგ. აი სულ ყველაზე მცირე, რა ვიცი, არ მინდა ეხლა დაბლით დავიწყო, მაღლიდან დავიწყო, თორე დაბლადაც შეატყობთ, რომ ვისაც კი ოდნავ ძალაუფლება აქვს, იმ წუთში ამ ძალაუფლებას გაგძნობინებს, იმ წუთში. იმ წუთში დამელოდე გეტყვის, აუცილებლად გეტყვის, რომ დამელოდე ერთი წუთი დამელოდე. მომისმინე როგორ ნახე, აუცილებლად დაგიწყებს ესე. კი არ მოგისმის, კი არ გეტყვის რა, რას ბრძანებთ, რა გსურდათ, რაზე მელაპარაკებთ, დამსკერებთ, დამელოდე. ნახე როგორ არის იცი, მაგრამ მოცა ყველაფერს. დაახლოებით ეს იყო ჩემი სათქმელი მოკლედ რა. ეხლა ბოლოსკენ მე მგონი უფრო თუ გახდა გასაგები, რა ვიცი. იყო? კაი, მადლობა. არ შეკითხები იყოს და ვილაპარაკოთ. შეკითხების შემთხვევაში ხელი აწევთ და მიკროფონს თუ არის, თუ არა, ერთხელ ვიყავი ექსკურსიაზე და გიდია, ხო? ანუ გიდი მეუბნება რომ ტაში და შეკითხვებია, მეუბნება მოკლედ ავტობუსში მსხდომთ, რომ ტაში და შეკითხვები არის ჩემს ყველაზე დიდი ჯილდოა. მაგალითად მე მივხვდი რა, იმიტომ რომ როცა შეკითხვები ესე იგი ინტერესი იბადება. ხო და ეხლა მე რო შევატრიალ თუ შეკითხვები არ არის, მაშინ პირიქით ვიტყვი ხჭენას ასაგებთ, რომ თუ შეკითხვები არ არის, მე ჩავთვლი რომ ძალიან გასაგებად მივაპარაკებთ. რაღაცა ხომ უნდა თავი ხონდა დავიშვი. ალასი არის საქმე ამის. დავისვენოთ ან ისე ვილაპარაკოთ მე მიკროფონის გარშე. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ვგრძნობდი მე თქვენს ხარდაჭერას და უფრო რაც შეიძლება გამოსულიყო იმაზე უკეთეს გამოვიდა. merci მადლობა, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ყოველდღე ამას ვიმეორებთ, მაგრამ არ დავიღრებით ამის გამეორებით. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება პროტესტზე, არ აქვს მნიშვნელობა სად ჩვენ იქნებით, ჩვენ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველაფერთვის, რაც დაგეგმილი გვაქვს, ქვეყნის გადარჩენა ჩვენს ხელშია. მადლობა ყურადღებისთვის, გამოყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე საპროტესტო აუდიტორია. დიდი მადლობა ბრძოლა გამარჯვებამდე. მადლობა კიდევ